მე პირადად მინდა მოვახსენო სპორტის გულშემატკივრებს, რომ წლევანდელ წლიდან ჩავები გუნდში, მოვედი გუნდის ხელმძღვანელობაში. მე მინდა გუნდზე მოვახსენო ორი სიტყვა ქართველ მაყურებლებს, რომ გუნდი არის ძალიან კარგად მომზადებული. მისი მცველი მონაყოფიანი დღეიდან გუნდში ჩაება. გამოცდილ ფეხბურთელი, გამოცდილ მცველი გოდერძი აბულაშვილი ალბათ მომავალში უკეთესი მიზნების დაასახული მიზნებს მივახცევთ ალბათ. ჩვენი გუნდის პირველი მიზანია, რომ მეორე ჯგუფში დავიკავოთ ხუთეულში ადგილი. ეს არის მინიმუმი, როგორც აღნიშნა თამაზი და მაქსიმუმზე ვიბრძოლებთ ალბათ, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივრები. მე მინდა ერთ ხაზი აგავუსვა, რომ წლევანდელ სეზონიდან პირველად ქართველი საკლუბო გუნდი იბერია მიიღებს მონაწილეობას საქართველოს თასზე. 21 აგვისტოს იქნება კენჭისყრა, ვის შევხვდებით, რომელ გუნდთან გვექნება თამაშის გაურკვეველი, ალბათ 21-ში გადაწყდება. მე მინდა ვთხოვ ქართველ გულშემატკივრებს, რომ ჩვენ ვაპირებთ რაიონის ხელმძღვანელობასთან ერთად. ძალიან მოწადინებულია პირადად გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი კიფიანი, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გუნდის სახელით. ჩვენს გვერდით არის სულ და გვინდა, რომ ქართველი სტადიონის რეკონსტრუქცია გაუკეთდეს. მე პირადად ვიყავი ბათუმში რამოდენიმე ათეული დღის წინ და ვნახე ბათუმის სტადიონი ძალიან კარგი რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მას სათავეში უდგას ასლან აბაშიძე და ალბათ ეს სტადიონის მომავალში ისევ ხალხს უნდა დარჩეს, ისევ გულშემატკივრებს და ისევ უნდა დარჩეს თვითონ ბათუმს და ჩვენ საქართველოს. ამიტომ ვთხოვს ყველა გულშემატკივრებს, რომ ჩვენთან ერთად დადგეს გვერდზე და მე მგონი, რომ გავახარეთ ქართველ გულშემატკივრებს და ყოველივეს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველის სახელი გავიტანოთ შორს. დიდი მადლობა. ჩვენთვის ახალი იყო ის, რომ აი სწორედ თასზე არის თამაში, პრაქტიკულად ჩვენს გადაცემაში შემოვიდა ეს ახლა და ძალიან კარგი იქნება თუ ამისათვისაც იბრძოლებს ჩვენი გუნდი და მე კიდევ მინდა გთხოვოთ თქვენს და ხელმძღვანელებსაც, რომ აი ის დამოკიდებულებები მაყურებლებისა, როგორ რაზეც იყო, რაზე თქვენ ბრძანეთ, ნორმალური ყოფილიყო ყოველთვის. პირველ რიგში ნორმალური ის არის, ხარი დაუჭირონ, მოვიდნენ სტადიონზე, არა ზუსტად. ჩვენ მოვიდნენ, ხარი დაუჭირონ და ბიჭებს ხარი დაუჭირონ, რომ უფრო მეტი ენერგიით იბრძოლებენ და მეტი შემართებით იბრძოლებენ და გაახარებენ ნამდვილად დარწმუნებული, რომ ქართველ გულშემატკივრებს ნამდვილად გაახარებენ ჩვენი ბიჭები. დიდი მადლობა.